მაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella cacci turbo savrebo Sheftetam gadasale Squetane tatma maglada izahe Turbo savrebo zi Turbo zavrebi თქვენი მანქანით მხოლოდ კატას თუ გაასეირნებ. აი, ჩვენი მანქანა სულ სხვა. ჩვენ სამაგერო დრონი გვაქვს. ძველი მოდელია. პრეისტორიული. მე დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებულს დამპირდნენ. ის რაც თქვენ არ გაქვთ. მართლა? და რა არის ეს? სახლი ხეზე. დიდი და ლამაზი. კარგად თუ მოიქცევით, სტუმრად დაგპატიჟებთ. ალბათ დაგპატიჟებთ. მე ვარ პრეისტორიული მოდელი. თუმცა, გარკვეულწილად ასეა. ზერ ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავგასული ბავშვები არიან. ვფიქრობ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. გეთანხმები. მაგრამ როგორ? ჩვენი სახლი ავაშენოთ ხეზე, რომ სატრაბახო არ გქონდეთ. ჩვენი მეგობრები კი დაგვეხმარებიან. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახლის ნაწილები შეგვიძლია პრინტერით დავბეჭდოთ, მაგრამ შემდეგ ისინი უნდა აიწყოს. თანმიმდევრობით მივყვეთ. ზერ, შესაფერისი ხეა არჩიე. თორ, შენ მის ქვეშ მოედანს დაასუფთავებ. შენ დეტალებს დაბეჭდავ. ან კი მათ ჩემზე დატვირთავს. ტრაქიკი სახლს აწყობს. ტურბოზავრებო წინ! აქეთ ვიღაც მოდის. დაიმალეთ. შეხედე, საინტერესოა ვისი სახლია. შენ როგორ ფიქრობ? გმადლობ, ძალიან დამეხმარა. მე რა შუაში ვარ? ვინ მოიფიქრებდა რომ ხეზე სახლს მაჩუქებენ? ახლა იმათ აქვთ სახლი, მე კი არა. თუ დავანგრევთ, არც იმათ არ ეკნებათ. ეს კარგი აზრია. ახლა ჩვენს მშვენიერ სახლს დაანგრევენ. შვიდად, კარგი გეგმა მაქვს. ეს რა არის? არ ვიცი.
ალბათ კარი. დედიკო! შეიძლება თქვენთან ამოვიდეთ. ხარ თქვი ჩვენი სახლი გვექნებაო? არაფერიც არ გვექნება, ბორა მოიგონა. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი თქვენაერ სახლზე. კარგი, ამოდით. სამომავლოდ კი დაიმახსოვრეთ, ტყუილის თქმა ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ გვაქვს სახლი ხეზე, ბორიასა და ფედიას კი არა აქვთ. ეს უსამართლობაა. ამას გამოვასწორებთ, მეგობრებო, ერთი საქმე გვაქვს. მიღება. შესანიშნავი სახლი გაქვთ. ჩვენც გვინდა ასეთი. რა შეგჭირდებათ ორი სახლი? რა? თქვენ ხომ უკვე გაქვთ სახლი? აი, შეხედეთ. ეს ნამდვილი ჯადოქრობა! ვაშა! მაგარია, ტრაკ, ნამდვილი პროფესიონალი ხარ. კიდევ ბევრი რამ შემიძლია. აი მეორე ბურთი რომ ქონოდა. თქვენ აქ ერთობით, იქ კი. სამი კაცია ტომრებით. და აქეთ მოდიან. ტომრებით? ჰა, ძალიან დიდი ტომრები აქვთ. ზურგით მოაქვთ. ალბათ ტურისტები არიან და ზურგჩანთები აქვთ. მაშინ ჩვენი წასვლის დროა. არავინ არ უნდა დაგვინახოს. ზერ, რა გააკეთე? რატომ მაშინვე ზერი? ზერი დაიღალა და სასვენებლად ჩამოჯდა. ქვები კი უკვე 500 წელი არ შეუკეთებიათ. ქვას ასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ. მაგრამ შეიძლება ვერ მოვასწროთ ის ტურისტები. ის ტურისტები ახლოს არიან. გეგმა მაქვს. ტურისტებს შევაყოვნებთ. ტრაკ, შენი დახმარება დაგჭირდება. წამომყევი. ბურთი წამოვიღო. არა, შენი სხვა ნიჭი დაგჭირდება. ჩვენ კი მანამდე ბაზის რემონტს მივხედავთ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ ბევრი უნდა ვეაროთ, სანამ შევისვენებთ. არა, უკვე ახლოს ვართ. აქ ერთი მშვენიერი მინდორი ვიცი. იქ გავჩერდებით ღამის გასათევად. ამ დღეში მხეცები არიან? დათვები ან მგლები? აქ სრულიად უსაფრთხოა. ტრაკ, როცა მოგვიახლოვდებიან, ხმამაღლა შეუღრინე, როგორც შეგიძლია. ძალიან ხმამაღლა. დიდი ხანია ეს არ გამიკეთებია, მაგრამ ვეცდები. დროა. დათვები, მგლები, ენოტები. ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი შესანიშნავად გამოგდეს. ახლა დრო გვაქვს, რომ ბაზა გავარემონტოთ. კიდევ უფრო უკეთესად შემიძლია. ცოტა რომ მე ვარ ჯიშა. არ გამოდის. ახლა მე ვწდი. არ გამოდის. ვერაფერს ვერ წამოვდე, კაუჭი. თითქოს რამდენიმე პატარა ქვად ვაქცევ.
მეტის მეტად მაგარი ქვა. რა გავაკეთოთ? ტურისტები გარკვეული დროით შევაყოვნეთ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩნდნენ აქ. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ რამე. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. პერკეტი გჭირდება. შეხედეთ? მაგარი მორი უნდა ვიპოვოთ. მის ერთ ბოლოს ქვის ქვეშ დავდებთ მეორეს, რაც შეიძლება მაგრად დავაწვევით. აქედან ახლოს წაქცეული ხედა ვინახე. ტრაკ, გამომყევი, გაჩვენებ. იქნება არ არის საჭირო. საჭიროა. უნდა გავიგოთ რა ხმა იყო. შეიძლება სამეცნიერო აღმოჩენა გავაკეთოთ. ტრაკ, მორს დააწექი. ტურისტებს ვხედავ. ძალიან ახლოს არიან. პულ, ტრაკს დახმარება სჭირდება. ჩვენი წასვლის დროა. გმადლობთ მეგობრებო. არაფერს. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ. გამარჯობა. შემთხვევით, ცოტა ხნის წინ საეჭვო ხმები ხომ არ გაგიგონიათ? ველური მხეცის საშინელი, შემაძრწუნებელი ხმამაღალი ღრიალი. გამარჯობა. ველური მხეცის? რას ამბობ, აქ ასეთები არ არიან. ჩვენი დღე სრულიად უსაფრთხოა. ღრიალი? გავიგონე. მე და ჩემი ძმა ქვის ხანას თამაშობდით. პეჭა ხმალკბელა ვეფხვი იყო. მე კი პირველყოფილი მონადირე. აი, შენ კიდევ დათვები, ენოტები. ხმალკბილა ვეფხვი. იპოლიტ. არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა რა თქმა უნდა მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებია სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ჰო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი?
ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბები არ ბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა. ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ. ბაშა! რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ბაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. რა მშვენიერი დილა. კარგი დროა ფოტოსესიის მოსაწყობად. დო და ყვავილები, დო ტყეში, დო ჭაობში. სად? არავითარ შემთხვევაში. კარგი. ერადარა ეფექტური კადრი იქნებოდა. გარშემო ბორცვები, ბაყაყები. ბაზა, მიღება. საგანგებო სიტუაცია. თქვენთან მოურბივართ, არსად არ წახვიდეთ. რა მოხდა? ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ ახალ გზას ბორცვის შემოვლით ააშენებენ. ჩვენი ტყის გავლით. ბეჭა ჩვენა. მიიღეს გადაწყვეტილება ახალი გზატკეცილი ბორცვის შემოვლით ტყის გავლით დააგებენ. რამდენიმე ათეული ხე გადაირგვება, ბუნება არ დაზიანდება. რა გამოდის? გზა ბაზის მახლობლად დაიგება? და ზევით ვეღარ ამოვალთ? ეს რა მოიფიქრეს? მორჩა. პეტია, კატია, შვიდობით. ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით. შვიდობით ყვავილებო, ტყეო, მზეო. ზერ მოიცადე, ჯერ კიდევ შეიძლება ამის გამოსწორება. იდეა გვაქვს. გვირაბი ავაშენოთ და გზა შემოვლით კი არა, მასში გაივლის. ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ და ისევ შევძლებთ ფრენას. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მაგრამ საღამომდე უნდა დავიცადოთ. მაშინ მუშები სახლებში წავლენ და მაშინ დავიწყებთ გვირაბის აშენებას. რას ველოდებით? უკვე საღამოა. დავიწყოთ გვირაბის აშენება.
უნერვიულობ ზერ მოვასწრებთ. ბულ, ბაზა დამალე. დროა წავიდეთ. წავიდნენ. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ტურბოზავრებო წინ! ანკი, ეს ბეტონის ფილები სადმე გვერდზე გადადე. აი იქ არის ადგილი. ახლა ქვები უნდა მოვაშოროთ. ტრაკ, ეს შენ უნდა გააკეთო. სად დავდო? სადმე ახლოს. კიდევ დაგჭირდება. უფრო ფრთხილადაც შეიძლებოდა. ეს ქვა რაღაცნაირად უსწორმასწოროდ დევს. სხვა დროს ქვებს შენ გადაიტან. მაჩვენებ როგორაა სწორად. ზერ, შენთვის დავალება გვაქვს. გზას უყურე და თუ ვინმე გამოჩნდება, გვანიშნე. თორ, ახლა შენი ჯერია. გვირაბის გათხრა დაიწყე. ბულ, მიწა და წვრილი ქვები მოაგროვე და თხელფენად გადაანაწილე გზაზე. განგაში, ზღარბი დავინახე. ზერ, ზღარბი ხელს არ შეგვიშლის. მართლა? უბრალოდ შენ თქვი თუ ვინმე გამოჩნდებაო. ვაგრძელებ დაკვირვებას. კარგი, დროა. დო, როცა ძალიან დაბნელდება, ბიჭებს ფარებით გაუნათე. ტურბოზავრებო წინ! ნო, ეცადე გვირაბი გაანათო. ცუდად ხედავ. სულ ცოტა დარჩა. ტრაკ, ახლა აი იმ ქვებით გვირაბის შესასვლელი უნდა გავამაგროთ და დავკიდოთ ნიშანი, რომელზეც გვირაბის სიმაღლეზეა მითითებული. ზერ ბაზაზე გაფრინდი და ნიშანი პროინტერით დაბეჭდე. დილით ახალი გზატკეცილის მშენებლებმა გვირაბში შესასვლელი აღმოაჩინეს. შესაძლოა ეს უძველესი გამოქვაბულია, რომლის შესახებაც მეცნიერებმა არაფერი არ იცოდნენ. ახლა გზატკეცილი პირდაპირ ბორცში გაივლის და თხეხე. გამარჯობა. რას აკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინო დასასრულს მივახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაპატიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე. გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ,
ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა. ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს. ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ. ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეა. ტრაკ, მიღება. ტრაკ, მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყოვნება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი. ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.